მოგესალმებით, მე მარიტა მასწავლებელი ვარ. დღეს ჩვენ ერთად ჩაუღრმავდებით ძალიან საინტერესო თემას. როგორ მივცეთ რჩევა ინგლისურად ისე, რომ ზუსტად ისე გაგვიგონონ, როგორ ჩვენ გვინდა. მზად ხართ? თქვენი ინგლისური კიდევ უფრო დახვეწოთ? აი, დაფიქრებულ ხართ ოდესმე? გინდათ მეგობარს რამე ურჩიოთ, მაგრამ გეშინიათ, ზედმეტად პირდაპირ არ გამოგივიდეთ. ან პირიქით, გინდათ რომ თქვენი სიტყვა სერიოზულად მიიღონ, მაგრამ ის უბრალო შეთავაზებასავით ჟღერს, როგორ შევარჩიოთ სწორი სიტყვები. ხო და, ზუსტად ამაში დაგეხმარებით. ამ ახსნაში ჩვენ ყველა საჭირო ინსტრუმენტს მოგცემთ. რომ თქვენი რჩევა ყოველთვის მიზანში ხდებოდეს. იქნება ეს მეგობრული, ემპათიური თუ მკაცრი. მაშასე, დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე ხშირად გვჭირდება. ეს არის ასე ვთქვათ, რჩევის უნივერსალური ფორმა, რომელიც თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. და ეს ფორმა არის, რა თქმა უნდა, should. კლასიკა. თუ არ იცით, რომელი ფრაზა გამოიყენოთ, should არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. ის ნეიტრალურია, პირდაპირი და თითქმის ყოველთვის სწორი არჩევანია. და რაც მთავარია, მისი სტრუქტურა ძალიან მარტივია. იღებთ სუბიექტს, ანუ პირს, ამატებთ should, ანუ არ ყოფისთვის shouldn't და შემდეგ ზმნას საწყის ფორმაში. არავითარი დაბოლოებები, არაფერი ზედმეტი. აი მაგალითად, ვეუბნებით მეგობარს You should drink more water. ანუ მეტი წყალი უნდა დალიო. კარგი კლასიკური რჩევაა, ხო? ან უარყოფითი. You shouldn't go to bed so late. ასე გვიან არ უნდა იძინებდე. მარტივია და ძალიან ეფექტური. კარგი, მაგრამ რა ვქნათ, თუ არ გვინდა რომ ასე პირდაპირ ვურჩიოთ. თუ გვინდა რომ ჩვენი ნათქვამი უფრო რბილით, ბილი და მეგობრული იყოს. აი ახლა მასაც ვნახავთ. ამისთვის ორი ფანტასტიკური ფრაზა არსებობს. Why don't you და how about? იცით რატომა ესენი კარგი? იმიტომ რომ რჩევას ბრძანებიდან კითხვა დაქცევენ. თითქოს ერთად ფიქრობთ გამოსავალზე და ეს ძალიან მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის. მოდით დავაკვირდეთ როგორ მუშაობს. Why don't you-ს შემდეგ ზმნა უცვლელად მოდის. Why don't you take a break? აი how about-ის შემთხვევაში კი ზმნას ing უნდა დავუმატოთ. How about joining a gym? არის კიდევ მესამე ვარიანტიც what about, რომელსაც არსებით სახელთან ვიყენებთ. მაგალითად, what about a new car? ძალიან გამოსადეგია. ახლა კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა, რომელიც გვეხმარება ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვესმის ადამიანის და თანაუგრძნობთ. ეს არის if I were you. მე რომ შენს ადგილას ვიყო. აქ ერთი საინტერესო გრამატიკული მომენტია. კარგად დააკვირდით. ჩვეულებრივ I-სთან ვიყენებთ was, ხო? მართალია. მაგრამ აი კონკრეტულად ამ ფრაზაში ყოველთვის გამონაკლისის გარეშე უნდა ვთქვათ if I were you. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ წარმოსახვით ჰიპოთეტურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ. ეს ერთგვარი ოქროს წესია. ამის შემდეგ კი ვაგრძელებთ I would და ზმნით. წარმოიდგინეთ პირდაპირი you should call him-ის ნაცვლად ამბობთ. If I were you, I would call him. მე რომ შენს ადგილას ვიყო, დაურეკავდი გრძნობთ განსხვავებას. გაცილებით რბილი და მზრუნველია. და აი, ეს სლაიდი ამას ბრწყინვალედ გვიჩვენებს. წარმოიდგინეთ სამედიცინო გარემო. იმის ნაცვლად რომ უხეშად თქვათ you must check the patient again, ანუ პაციენტი ხელახლა უნდა შეამოწმო, ბევრად პროფესიონალური და თავაზიანია you might want to recheck that. პატარა სიტყვები, მაგრამ ტონს როგორ ცვლის, ხო? კარგი, მეგობრული რჩევები გავიარეთ. ახლა კი გადავიდეთ უფრო სერიოზულ თემაზე. რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი რჩევა უბრალოდ რჩევა კი არა, სერიოზული გაფრთხილებაა? ამ დროს ინგლისურ ენას აქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, had better. ეს არ არის უბრალოდ კარგი იქნება თუ. ეს უფრო ნიშნავს სჯობს რომ გააკეთო თორემ. მაგალითად, თუ გესმით ფრაზა you had better finish your homework now, ეს არ არის უბრალო შეთავაზება. ეს არის გაფრთხილება, რომელსაც ფარული შედეგი მოსდევს. დიახ, მთავარი აქცენტი სწორედ ამ თორემზეა. როცა ვიყენებთ had betters, ჩვენ ყოველთვის გულისხმობთ, რომ რჩევის არ გათვალისწინებას რაღაც ცუდი მოყვება. მაგალითად, მასწავლებელი გაბრაზდება, ან მატარებელზე დააგვიანებ, ასე რომ ეს ფრაზა ფრთხილად გამოიყენეთ. და ბოლოს, მოდით ვნახოთ, როგორ ვიქცევით ოფიციალურ გარემოში, სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე, სადაც მეტი თავაზიანობა და ფორმალურობაა საჭირო. აქ ორი შესანიშნავი ვარიანტი გვაქვს. პირველია ought to, რომელიც ძალიან ჰაგავს should-ს, მაგრამ უფრო ფორმალურად ჟღერს. მაგალითად, you ought to respect the rules. წესებს პატივი უნდა სცეთ. მეორე კი არის I advise you to, რაც პირდაპირი და ძალიან ოფიციალურია. I advise you to read the contract carefully. გირჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ კონტრაქტს.
მოკლედ საკმაოდ ბევრი რამ გავიარეთ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კარგად დაგამახსოვდეთ და ადვილად გამოიყენოთ, მოდით ყველაფერს ერთ მარტივ ცხრილში მოუყაროთ თავი. აი, ესეც თქვენი გზამკვლევი. ნეიტრალური სიტუაციისთვის should. მეგობრული რჩევისთვის why don't you. თანაგრძნობის გამოსახატად if I were you. კრეატიული იდეისთვის how about. და როცა საქმე სერიოზულადაა, had better. დაიმახსოვრეთ ეს ცხრილი, ნამდვილად გამოგადგებათ. ახლა კი თქვენი ჯერია. დაფიქრდით დღევანდელ დღეს, თქვენს ყოველდღიურ საუბრებში, ამ ფრაზებიდან რომლის გამოყენება შეძლებდით და რა სიტუაციაში. გახსოვდეთ, საუკეთესო გზა სწავლისთვის პრაქტიკაა, ასე რომ არ მოგერიდოთ, სცადეთ.